სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარი ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის 30 ნომერში ახალი ტაძარი აიგება. ეკლესია წმინდა ვასილისკოსა და იოანე ოქროპირის სახელობის იქნება, რომლის საძირკველი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აკურთხა. მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დღეს იკურთხა წმინდა ვასილისკოს სახელობის ტაძრის საძირკველი და ამ კურთხევის ლოცვა კურთხევა და პატივი მომეცა მე როგორც სოხუმელს, რამე თუ წმინდა ვასილისკო გახლავთ ის მოწამე, რომელიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აღესრულა კომანში, სოხუმის მახლობლად და სადაც იქვე ძალიან მალევე იქნა აღსრულებული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდანი, წმინდა იოანე ოქროპირი. გვჯერა, რომ ამ ტაძრის აღშენებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ლოცვა ჩვენი მშობლიური კუთხისათვის და ჩვენი გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება დაჩქარდება ღვთის მადლითა და წყალობით. ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომელიც წმინდანების სახელზე აშენდება აფხაზეთში, კომანში არსებული ეკლესიის ანალოგი იქნება. წმინდა ვასილისკო მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობისთვის ეწამა. მისი მოწამებრივი აღსასრულიდან ზუსტად საუკუნის შემდეგ ანტიოქიიდან კომანში გადასახლებული წმინდა მოწამე იოანე ოქროპირი იგივე ადგილას აღესრულა. ეს არის კიდევ ერთი იმედი იმისა, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში. შენდება ილურის წმინდა გიორგის ეკლესია, შენდება ბიჭვინთის ულაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, შენდება ასევე სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესია და ესეც ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა აფხაზეთის წმინდა ვასილისკოსა და იოანე ოქროპირის სახელობის ორ-ეკლესიანი ბაზილიკა იქნება და ჩვენ ღრმა რწმენა გვაქვს იმისა, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ჩვენ სწავლთ აფხაზეთში და იქ განვაახლებთ და იქ ავაშენებთ ეკლესიებს. მინდა მიულოცო ჩვენს აფხაზ ძმებს, აფხაზეთს, სრულიად საქართველოს შობა ახალი წელი და უსურვო, რომ მშვიდობა იყოს. ღმერთმა მოგცეს მიმტევებლობა, მოგცეს სულგრძელება და მოგცეს სიყვარული ურთიერთარს, რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ღმერთმა დალოცოს ყოველი აფხაზი, ყოველი ქართველი, ოსი და ყველა ჩვენი ძმა. აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა ვასილისკოსა და წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის მშენებლობაში აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.